მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია. გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ნაკულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. მოგესალმებით, მამა შიო. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პირველი კითხვა არის ესეთი, გთხოვთ გვესაუბრეთო ნათლობის საიდუმლოს შესახებ. დიახ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მარტივად რომ ვთქვათ, ნათლობა, ნათლისღება არის ერთ-ერთი უპირველესი საიდუმლო, რომელიც სრულდება წმინდა ეკლესიის წიაღში, ის წარმოადგენს სულიერ გალავანს, შეიძლება ითქვას, რადგანაც სწორედ ნათლობით ხდება პირველი შეხვედრა, პირველი შეხება ღმერთთან. ეს შეიძლება ითქვას შემავალი კარი არის. შემავალი კარი, სულიერ გალავანში ეკლესიისა. თავად უფლის მიერ დასებული და ის აუცილებელია რომ ადამიანი გახდეს წევრი ეკლესიისა. მის თიწყება სწორედ გაქრისტიანება. კეთილი. ესეთი კითხვა არის იესოს ლოცვაზე რას გვეტყვითო გიორგი გვწერს თუ შეიძლება ერისკაცმაოს კვნილზე ილოცოს. დიახ, მოგეხსენებათ იესოს ლოცვას აქვს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია, არის გადმოცემაც რომ პავლე მოციქულიც ახსენებს ამ ლოცვასაც საუბრობს ის 5 სიტყვაზე. ფაქტი არის რომ განსაკუთრებით გავრცელებულია ის ასკეტურ ცხოვრებაში, სამონაზვნო წრეებში და რა თქმა უნდა მიღებული ასევე საერო ადამიანებისთვისაც მოძღვრის საკურთხევით მოწმენები ასრულებენ სწორედ ამ ლოცვას ფრთინზე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. კი ბატონო. და თუ არ ვწდების კვნილამდე მე მგონი ქვებით ითვლიდნენ, კენჭებით, რაღაც ესეთი გადმოცემაც არის. თუ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, არის ესეთი მეხუთე საუკუნის ავტორი პალადიოს ჰელენოპოლელი, მას აქვს შრომა ლავსა იკონი. აქ არის საუბარი პირველ მონაზვნებზე და პირველ ნაბიჯებზე მონაზნობისა. მოგეხსენებათ, მონაზნური ცხოვრების აკვანი დაერწა ეგვიპტეში და ეს სწორედ პირველ მონაზვნებს ლოცვისთვის ჰქონდათ კენჭები. და შემდეგ უკვე ესე იგი ეს ფორმირდა და დღეს გვაქვს ჩვენ მსკვნელები, კრიალოსნები, რომელიც გვეხმარება რომ ესე იგი დავითვალოთ ჩვენ ლოცვა, მისი სიხშირე. კეთილი და რატომ არის რაოდენობა მაგალითად ზოგი ამბობს რომ 100-ჯერ, 200-ჯერ, 250-ჯერ, 500-ჯერ და ასე შემდგომ აუცილებელია ამ რაოდენობის დაცვა? თუ შეიძლება გარკვეული დრო აიღოს ადამიანმა და იმ დროის მანძილზე ილოცოს თუნდაც 10 წუთი, 15 წუთი, 20 წუთი. ორივე პრაქტიკა გავრცელებული არის, ეს უკვე პრაქტიკა არის საეკლესიო და ადამიანი შეთანხმებით მოძღვართან, როგორც კანონი ის იღებს ხოლმე, თქვა რამდენ ლოცვას წაიკითხოს. შეიძლება ეს იყოს რაღაცა კონკრეტული კურთხევა მოძღვრისგან, გააჩნია ადამიანის სულიერ მდგომარეობას და მის მოშორნეობას ღმერთთან ურთიერთობაში. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. საღამშვიდობისა გაიხარეთ. თუ შეიძლება არის ზიარების დროს ელექტრონული ჯვარები ფერის რასის. კეთილი. დიდი მადლობა. საინტერესო შეკითხვა. ჩვენ გვაქვს შემორჩენილი მეოთხე საუკუნის საეკლესიო მოღვაწის კირილე იერუსალიმელის შრომები, რომელიც თარგმნილი არის ქართულადაც, სადაც საუბარი არის როგორ უნდა მიიღოთ ზიარება ახალ მონათრულებს. ის ამბობს ზიარების წინ დაიდე მარჯვენა ხელი მარცხენაზე როგორც ტახტრევანზე, ასე მიიღე წმინდა ძღვენი, იკურთხე შენი სახე და ასე ზიარე. აი უკვე მოგვიანო პრაქტიკა არის, როცა ჩვენ ჯვრის სახით ვიდებთ გულზე ხელებს. ეს პრაქტიკა მოიტანა და არ არის აუცილებლობა იქიდან გამომდინარე რომ ჯვრის სახით დადება აი ასე ნიშნავდა. დღეს ამ პრაქტიკით უკვე მორწმუნეები აღარ ეზიარებიან, ეს მხოლოდ სამღვდელოები ეზიარება ასე. ეს ძველი პრაქტიკა არის, ესე იგი. და ეხლა უკვე ეს არის ესე ფაქტიურად.
ეს შემდეგ უკვე ასე ფორმირდა. ეს ზედმეტი მოძრაობისგანაც ალბათ აი ხელების ასე ვთქვათ. თუმცა აქედან მოდის ისტორია. აი ასე იყო თავიდან მიღებული. ახლა როცა სამღვდელოება საკურთხეველში ეზიარება, ასე ეზიარება. სწორედ მარჯვენას მარცხენას დაიდებს, მიიღებს წმინდა წვენს და წმინდა ზიარებას იღებს. და ეთქვარი გრძალვაც არის ალბათ, ხო? რაღაც გრძალვის გამო. ძველი ტრადიცია და ისტორია და ეს ნელ-ნელა შეიცვალა და ასე ფორმირდა ახლა ჯგუფსახით ხელებს. კეთილი ქორწინების საიდუმლოს შესახებ რომ გვესაუბროსო მამაშიო ეს. მოგეხსენებათ თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში აღესრულება 7 საეკლესიო საიდუმლო. თანამედროვე ამბობთ იმიტომ რომ მაგალითად ძველად საიდუმლოს წარმოადგენდა წესსაგება მონოს დახვეცა. დღეს ასეთი პრაქტიკა არის და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის ჯვრისწერის საეკლესიო საიდუმლო, როდესაც ეკლესიის მიერ იკურთხება ორი ადამიანის სიყვარული, ორი ადამიანის შეერთება. მოგეხსენებათ ორნი შედიან საკურთხეველთან და ბრუნდებიან ერთნი. კითხულობთ ლოცვას, ვინც ღმერთმა შეერთა, მას კაცი დააშორებს. ჯვრისწერა ქორწინება ეს არის აუცილებელი საიდუმლო და ახსულებელი, აი უწმინდესის კურთხევა მახსოვს, როდესაც მან იქადაგა რომ საქართველოში არ იყოს ჯვარ დაუწერელი წყვილები და ამიტომაც შესრულდა არაერთი საყოველთაო ჯვრისწერა, რამაც კიდევ ერთხელ მიწასაშუალება მორწმუნეებს რომ ის რაც მათ აკლდათ თქვათ, უამრავი წყვილი მოვიდა ეკლესიაში რომ ჯვარი არ დაეწერა, დაიწერა ეს ჯვარი და აღავსეს ამით. მნიშვნელოვანია ითქვას აქვე რომ ყველა საეკლესიო საიდუმლოს აქვს ორი პარადიგმა თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთი მხრივ ილოცება მათი ცხოვრება, მათი ბედნიერება გამოთხოვილი ღვთისგან, მათი გახარება და გამრავლება, მეორე მხრივ მათთვის მინიჭება მარადიული ცხოვრებისა. თქვენ ცხადია ეს ამას ყურადღება ალბათ მიაქციეთ. არაერთხელ როცა ჯვარი დაწერეთ, გვიგვინების მოხსნის შემდგომ პატარა ლოცვა იკითხება, სადაც მღვდელი თხოვს ღმერთს. გვიგვინები წაიღოს ცაში და იქ დაუბრუნოს მათ. ანუ ეს არის ორი ადამიანის შეერთება ღვთის მიერ და მისგან ნაკურთხი. კეთილი, რატომ იწოდებაო საიდუმლოდო? ეს საიდუმლოსთან არისო დაკავშირებულიო? რამე, ანუ დაფარულთან? შეიძლება ასეც ითქვას. იმ კონტექსტში რომ რაღაც ჩანს ჩვენი თვალისთვის და რაღაც არ ჩანს. მაგალითად, ლიტურგიული მხარე ჩანს, მაგალითად, ადამიანმა ნათელი იღო და ის გახდა ქრისტიანი, არა ნასხლი აღარ მეორდება. ორმა ადამიანმა დაიწერა ჯვარი და გახდა ერთი, არა ეს რაც გარედან ჩანს, გარეგნულია, მაგრამ ის რაც არ ჩანს, უკვე ის საიდუმლოებრივი მხარე არის. მაგალითად ის რომ ორი გახდა ერთი, ის რომ ადამიანი იყო არა ქრისტიანი, გახდა ქრისტიანი. ის რაც დაფარულია, ის რაც არ ჩანს ხილული თვალით, ის უკვე წარმოადგენს საიდუმლოს. ეს ძალიან მარტივი პასუხია, ამას კიდე ღრმა თემატიკა აქვს, ზოგადად მისტერია საიდუმლო, ეს არის იმგვარი მღვდელმოქმედება, როცა ადამიანი გადადის ცხოვრების ერთ საფეხურიდან მეორე საფეხურზე. აი მორწმუნეებს უჩნდებათ ხოლმე კითხვები, მაგალითად, რა განსხვავებაა საეკლესიო რამე წესსა და საიდუმლოს შორის, მაგალითად, სახლის კურთხევა და ჯვრისწერა. როცა პიროვნება მონაწილეობს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოში, ნათლისღებაში, მირონცხებაში, საღვთო ევქარისტიაში, ანუ ზიარებაში, ჯვრისწერაში, ის ცხოვრების რაღაც საფეხურზე გადადის, რაღაც იცვლება მასში. ადამიანს ღმერთი ცვლის, ადამიანს ღმერთი სულ ეძახის თავის მარადოსებისკენ და მუდმივი სრულყოფილებისკენ. კეთილი. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ? კი, ეთერში ვარ. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ. მაინტერესებს ბატონო. სამლოცველო კუთხეში დედა ღვთისმშობელი ხატის თავზე რომ გამოისახა ჯვარი. რას ნიშნავს ეს? მადლობა. ეს ალბათ არის ღვთისგან დაშვებული სასწაული, რომ ადამიანი უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან. ნებისმიერი სასწაული, ნებისმიერი ნიში, რომელიც სრულდება მორწმუნე ადამიანების ოჯახში, ეს მათ ეხმარებათ, რომ განმტკიცონ რწმენა და უფრო ახლოს მივიდნენ ღმერთთან. კარგი იქნება, რომ ეს ოჯახი იკურთხოს ღვთის მიერ, ოჯახის წევრები ეკლესიაში დადიოდნენ, ეზიარებოდნენ და ასე შემდეგ. ჩათვალეთ, რომ უფალი უფრო ახლოს გეძახით მასთან ურთიერთობაში. კეთილი, მაიკო გწერს ესეთ კითხვას, დამლოცეთ მამებო, მეუღლეობის მოვალეობები რომ განმიმარტოთო და თავარი რა არის ცოლქმრობაშიო, რომ ოჯახში იყოს სიმშვიდეო. დიახ, ალბათ არ იქნება ბანალური თუ ვიტყვი რომ სიყვარულია მთავარი. სიყვარული არის ის წინაპირობა, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ
ბოლომდე იყოს ერთგული, ბოლომდე იყოს მხარდახარ თავისი მეუღლისა, როცა ადამიანი აირჩევს თავის ჩვეულს, უნდა გაიაზროს, რომ უნდა იყოს მასთან მთელი მის ცხოვრება. ეს არის სიხარულიც, არის პასუხისმგებლობაც, არის ეთქვარად ჯვრის ტვირთვაც, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის კარგად გავიაზროთ, როცა ჩვენ ამ არჩევანს გადავდგავთ. და ესე შევქმნათ ოჯახი. კიდევ ხომ არ იყო რამე. და გარკვეული კომპრომისებიც არის ერთმანეთის მიმართ, ხო? აი რომ გათმონ ერთმანეთის მიმართ. რასაკვირველია, ცოლ-ქმარმა უნდა ერთმანეთი მიიყვანოს ღმერთამდე. ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ ცხადია მორწმუნე ცოლ-ქმარზეა რა. თავარი იდეა და არსი ეს არის ცოლ-ქმრის. რასაკვირველია, ერთმანეთს დაეხმარონ ღმერთთან. ცხონებაში დაეხმარონ ერთმანეთს. კი ბატონო. კეთილი, მაყურებელია, კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დიახ, ეთერში ხართ. ღმერთი იყოს თქვენი პარველი, ჩვენი პარველი ყველა. იცოცხლეთ, ამინ. საქართველო გვეძახოს გაერთიანებული და თელზე ზამბე არის მამაო. ერთმა გისმინოთ იცოცხლეთ. რა მაინტერესებს თქვენი მოგევლე. დიდი ხანია ტანჯავს ეს კითხვა. და ზუსტი პასუხი ახლობლებისგან ვერ მივიღე. და თქვენთან რეკავ მაგითო რომ მაინტერესებს მოწყვისაგან პასუხი. რა მაინტერესებს ისიც, აი მიცვალებულთა სულები თუ ხდებიან ერთმანეთს იმ ქვეყნად. მადლობთ კითხვისთვის, გაიხარეთ. სხვაშორის საინტერესო შეკითხვა არის, უნდა ითქვას თავიდანვე, აი როგორია საეკლესიო სწავლება ადამიანის გარდაცვალებაზე, მისი სულის ხვედრის შესახებ. ეს ყველამ ვიცით, რომ ადამიანი როცა გარდაიცვლება, მისი სხეული დაიშლება სტიქიონებად, ხოლო სული ღმერთს უბრუნდება და ის გამწესდება დროებით სატანჯველში ან მარადულ სიხარულში, ეს მის ცხოვრებაზეა დამოკიდებული და ეს მდგომარეობა დროებითია, ვიდრე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რადგანაც მეორე მოსვლის დროს ის ყველას აღადგენს და საბოლოო ხვედს განკუთვნებს ადამიანებს. რაც შეეხება ადამიანის სული შეხდება თუ არა მისი ახლობლის სულს, აი აქ მახსენდება საეკლესიო ტრადიციაში ძალიან ცნობილი პატერიკული თხრობა, რომელიც მიეწერება მე-4 საუკუნის საეკლესიო ასკეს წმინდა მაკარი ეგვიპტელს, როდესაც ის შეხვდება უდაბნოში თავის ქალას და მისთვის იწყებს ლოცვას, აი ეს თავის ქალა მასთან იწყებს საუბარს სასწauლებრივად. და ეთქვის, რომ ის იცნობს მაკარის და ეუბნება, რომ ის არის თესლის კედლებით გარშემორტყმული და ასევე მისიანები. და როცა მაკარი იწყებს მათთვის ლოცვას, თესლის კედლები დაბლა ეშვება ერთმანეთს, ხედავენ და ამით ფრიადი ნუგეში აქვს. ესე იგი, ეს პატერიკული თხრობა რას გვეუბნება? ჯოჯოხეთი ეს არის მარტოობის, ჩაკეტილობის წიაღი, ხოლო 64-ეს არის ურთიერთობების წიაღი. ვიტყვით მეცაც, როდესაც ეკლესია მსჯელობს წმინდა სამების დოგმატზე და ამბობს, რომ ღმერთი ერთია, საღვთო ბუნება ერთია, მაგრამ ის სამპიროვნებაა, სამპიროვანია, მამა, ძე და სული წმინდა და გვთავაზობს, რომ ჩვენი ურთიერთობებიც იყოს სწორედ აი სამების პენაზე აგებული. ჩვენც გქონდეს ერთმანეთთან ურთიერთსიყვარული და ურთიერთთანხმობა. ასე რომ არის ამის გადმოცემა, რომ ისინი ვინც არიან ცხონებულობაში, კიდევაც ხედავენ ერთმანეთს, ხოლო ჯოჯოხეთური ტანჯვა სწორედ ეს არის ერთ-ერთი ერთგვარად გამარტოების წიაღი. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, აი ეს მოძღვრება არის გამოცხადებითი მოძღვრება და ჩვენ ახლა კაფეო კონტურები არ გვაქვს. საეკლესიო სწავლება ეყრდნობა მეგობრებო ორ მთავარ მოცემულობას, არის წმინდა წერილი და საეკლესიო მამათა მოძღვრება და აი ამ ურის ნაზავია შეიძლება ითქვას ჩვენი საუბარი. კეთილი, მაყურებელია, ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. საღამომშვიდობის. ისაუბრეთ, ეთერში ხართ ისაუბრეთ. მერთმა დაგლოცოთ. ტელევიზორს დაუწიეთ, რომ თქვენი ხმა არ გამეორდეს და ისე ისაუბრეთ. გისმენთ. კლინიკური სიკვდილი მქონდა 3 საათიანი მაინც. ჩვენ ბოდიში და მშობიარობის დროს 56 წელია. დიახ. ხო.
უკვე მკვდარი ვიყავი რა, გამომაცოცხლეს და ამ დროს ვნახე, რომ სამი კაცი იდგა კარებთან, შავ კარებთან. და შვაში კაცი ადამიანი რო იდგა, ის ჩამყვა, სადღაც ბევრი საფეხური ჩავედი დაბლა. ზოგადღილას შეიფობდა, ზოგადღილას მაცხოვრობდნენ. დავდიოდი, დავყავდი ამ კაცს და ერთი ქალი შეხვდა, ამის ადგილი აქ არ არისო. და დაიყვანე, აქედან გაიყვანეო. რო ამოვედი, ის კარები ისევე ღია იყო და რას ნიშნავს ეს მამაო, მეშინოდა ამის თქმა და რამდენი წელია და არ მithქვა. მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა მამაგურავ დავეთანხმებით, მსგავსი ისტორიები არაერთი მოგვისმენია. ამ დროს ზოგადად აი ასეთი ეს არის თქვენი პირადი გამოცდილება, რაც ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად, ეს არის ადამიანის პიროვნული რაღაც ფსიქოლოგიური განცდა, მართლაც ღვთის გამოვლენებს, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, თუ ამგვარმა განცდამ თუ ვთქვათ, ხილვამ ადამიანი დააფიქრა, ადამიანი მოიყვანა ღმერთთან, მაშინ ეს კარგია, ეს თქვენ რჩევა გვექნება, რომ აი ეს თქვენი გამოცდილება უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ დაუახლოვდეთ ღმერთს, შეისწავლოთ საეკლესიო სწავლება, იაროთ ეკლესიაში და იყოთ წმინდა ეკლესიის წევრი, ეზიაროთ ქრისტეს. აი თქვენი ეს გამოცდილება უნდა ამაში დაგეხმაროთ და მაშინ ეს ცხადია იქცევა საინტერესო და ნაყოფიერ გამოცდილებად. კი ბატონო, ისე მაყურებელია. ისმენთ გამარჯობათ, მაინტერესებს საყოველთაო ნაცვლობა. მადლობა. ჩემთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გამოცხადდება და ჩვენი არხითაც გაკეთდება ამის შესახებ. წინასწარ გამოცხადდება და დაელოდეთ, დიახ. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როგორც ვიცი. გავაგრძელოთ ჩვენი Facebook კითხვები. თუ შეიძლება გითხარით, სულის სიმშვიდე როგორ მოვიპოვოთ? უფალი ამბობს სახარებაში, რომ მას მიბაძოთ, ის არის შვიდიდან დაბალი გულითა. სიმშვიდე და სიმდაბლე ეს არის გამორჩეული თვისებები ადამიანისა და ასევე ეს მოსაპოვებელი აქვს ადამიანს. სულიერი ცხოვრებით, რადგან მღვდელს ეკითხებით, როგორ მოიპოვოს, ჩვენ სიმშვიდეს განიჭებს ლოცვა, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა, ღმერთის ძიება, სახარების კითხვა. მარტივად ეკლესიური ცხოვრებით. ეკლესიური ცხოვრება ადამიანს ეხმარება, რომ სამყარო გაიცნოს, სამყარო მის შიგნით, სამყარო მის ირგვლივ, სწორად აღიქვას მოვლენები. ეკლესია, სიტყვა ეკლესია მომდინარეობს სიტყვიდან ეკკალეო, რაც ნიშნავს გამოხმობას. აი ეკლესია ეს არის დაძინებულობისგან, სიკვდილისგან და ყოველგვარი ნეგატივისგან მოხმობილთა კრებული. მოხმობილთა ღვთისკენ და მარადიული ცხოვრებისკენ. ამიტომაც ეკლესიური ცხოვრება ადამიანს უნდა ანიჭებდეს სიმშვიდეს. კეთილი. მაყურებელია ისე მოვისმინოთ. კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ? კი, აი ხო. ისაუბრეთ. ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში ისაუბრეთ. საქართველოში აი ხალხს უფრო დაიხმაროთ. გაჭიროთ ხალხს და შევრები არიან. ის საქართველოში დავრბოთ კაკლები, რუსკირა 1 მილიონი ძილი და მეორე ბიუჯეტი იქნება უკან 15 წელიწადში. შვენიერი იდეა, გაიხარეთ, კი ბატონო. კი ბატონო. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს ვის როგორ შეგვიძლია ისე ქველმოქმედებისკენ. თვითონ საქართველოს საპატრიარქოს აქვს საქველმოქმედო ფონდი არაერთი და ყველაფერს აკეთებს ეკლესია იმისთვის, რომ საქართველოში დაიძლიოს სიღარიბე და რაღაცნაირად ესე შრომით მხარდამხარ. თუ არ ვწდები, უფასო საკვებიც არის სამებაში, როგორც მახსოვს. არა მხოლოდ სამებაში. ერთი მხრივ ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია ტარდება ეკლესიის მონდომებით. მეორე მხრივ ჩვენ ყველას მოუწოდებთ, რომ ვის როგორ შეუძლია ისე შეხედოს თავის მოყვას. კეთილი. როგორ შევეგუო და არ გავბრაზდე იმ ყველაფერზე, რისი შეცვლაც არ შემიძლია, რაც ყოველდღიურობის ნაწილიაო. დიახ, მას ძახიან რუტინას არა დღეს. ადამიანს ხანდახან მართლაც გადაღლის ხოლმე მისი ყოველდღიურობა, პრობლემები თქოს რაღაც ერთფეროვნება, აი ისე უნდა ვისაუბროთ სულიერ ცხოვრებაზე, სულიერი ცხოვრების გამოცდილებაზე. როცა ადამიანს აწუხებს
ბევრი რამ, ხანდახან შინაგანად ძალიან დატვირთულია, დაძაბულია, თითქოს ყველაფერი სვესიბრალია და შემდეგ ძალიან ეხმარება მეგობრებო მორწმუნე ადამიანს გულწრფელი აღსარებითი თქვა მოძღვართან. უნდა ადამიანმა თავისთავი გადააფასოს, თავის ცხოვრება გადააფასოს, გადაიაზროს. ადამიანი მოწოდებულია მუდამ შეიცვალოს, მუდამ რაღაც შეცვალოს. ჩვენ რა თქმა უნდა რაღაცას ვერ ცვლით, ბევრ რამეს ვერ ცვლით. რაღაცას ცვლით, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. და რა შეგვიძლია ჩვენ მივმართოთ ღმერთს დახმარებისთვის, ვილოცოთ, ვიკითხოთ სახარება, ვიყოთ ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ ეკლესია საშუალებაა ჩვენთვის ღმერთთან შეხვედრისა და საკუთარი თავის და პოტენციალის უკეთგასნობისა. იბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის სწორი აღსარება ვერ ვისწავლეო და რას მირჩევთ უგწერს ალექსანდრა. დიახ. ერთი მხრივ ალბათ უნდა გააგრძელოთ აღსარების თქვა, მეორე მხრივ ამაზე ჯობია რომ ესე ესაუბროთ მოძღვარს. მოძღვართან ალბათ გაქვთ ურთიერთობა, რადგან აღსარებას ამბობთ და ჩვენ უფალს ვთხოვთ ყოველ დღე, როდესაც ლოცულობთ დილის ლოცვებს, მე სალმონში რომ მან დაბადოს ჩვენში წმინდა გული და განაახლოს სული სიწრფელია რა. უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს თავზე ვიმუშაოთ და აი მარტივად ადამიანმა აღსარებაში თავისთავი არ უნდა დაინდოს. უნდა მაქსიმალურად გაისუფთავოს გული, უნდა გაენდოს მოძღვარს და ნენელა საფრთხომარლი მასში იმოქმედებს და განკურნოს. უნდა გახსოვდეს რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით აღსარება არის საიდუმლო, რომელიც არის მაკურნებელი ადამიანის გულს, გონებას და სულს კურნავს. რომელიც მარტო აღსარების დროს არ მთავრდება და მე რა თქმა უნდა, სულ გრძელდება მუშაობა საკუთარ თავზე. კი. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. რა სიტყვით ციფრული ფულის შემოღებაზე და ასევე ხელოვნურ ინტელექტზეო? ზოგადად საინტერესო არის თანამედროვე ტექნოლოგიები, მიღწევები. ამაზე ეკლესიას უარი არ უთქვამს, თუმცა თქმა უნდა ყველას მოუწოდებს სიფრთხილისკენ. ეკლესია ადამიანს ასწავლის, როგორ იყოს ფხიზლად, როგორ იყოს ფრთხილად და ნებისმიერი რამ, რასაც თქვა თანამედროვე ცხოვრება თავაზობს, გაარჩიოს, რაც ასიკეთოა, ის გამოიყენოს და რაც მას დააზიანებს, ის უგუაგდოს. ძალიან უფრო ადრე იყო ხოლმე კითხვები, მაგალითად სოციალურ ქსელზე. შეიძლება ორი მხრივ შევხედოთ, არა, საოცარი საშუალება ურთიერთობების, კომუნიკაციების, ინფორმაციის მიღების მხრივ, თუმცა მეორე მხრივ თუ ადამიანმა ზომიერება არ გამოიჩინა, შეიძლება იმდენი ინფორმაცია მიიღოს, რომელიც არაფერში არ ჭირდება და პირიქით გადაიტვირთოს და ამიტომ თუ ადამიანი ზოგადად ისწავლის ზომიერებას და ის იქნება ახლოს ღმერთთან, ყოველთვის შეაძლებნეს მას ავტომატურად რომ ფხიზელი თვალით შეხედოს ცხოვრებაში ნებისმიერ რამეს. ამ შემთხვევაში ასეთ სასახლე პასუხს ვერ გაგცემთ, ბუნებრივია. საინტერესო არის ნებისმიერი თანამედროვე მიღწევა, ბუნებრივია, ეს იქნება მედიცინის სფერო, სამეცნიერო სფერო, აი ერთი რამ მინდა აქვე გამახსენდა. საეკლესიო სწავლების მიხედვით, მას შემდეგ რაც ადამმა, ჩვენმა პირველმა მამამ, პირველმა მშობელმა და ევამ დატოვა 64, მას შემდეგ ადამიანს მუდამ დასდევს არაცნობიერი ნოსტალგია 64-ისა, დასაბამიერი სამშობლოსი. და ეკლესია გვასწავლის, რომ ნებისმიერი კვლევა ძიება, მეცნიერების აღორძინება, კულტუროსნობა, გარემოს შექმნა, დიზაინი და შემდეგ ყველაფერი ეს არის არაცნობიერი სწრაფვა დასაბამიერი სამშობლოსკენ. ამიტომაც ეკლესია სამეცნიერო პროგრესს მიესალმება, თუმცა რა თქმა უნდა ეკლესიას თავისი მოძღვრება აქვს, თავისი რჯული აქვს და ყოველთვის ეკლესია საკუთარი მოძების ფილტრში ატარებს ყველა აი ამ მიღწევას და ასე სცემს პასუხს ამ კითხვებს. კი ბატონო. ესეთი კითხვა, როგორ გავარჩიოთ ადამიანის ნება და სურვილიო? ნება და სურვილი? რა ვიცი. აი თქვათ, ნება შეიძლება ეს იყოს ყველა ადამიანში არსებული მას პოტენციალი არა თვისება, ნება არა თვისება, ხოლო სურვილი ეს აი ალბათ ნების მოქმედება, როცა მე უკვე რაღაცა მოვისურვე. შეიძლება აი სურვილი იყოს დაუშვა, შეიძლება ესეთ აი კითხვას ვსვავ, რომ სურვილი იყოს ცხონება დაუშვათ და ნება იყოს კონკრეტული რაღაცა ცოდვის ჩადენა. ან პირიქით ნება იყოს ცხონება და სურვილი იყოს
იმ მომენტში რაღაცა ცოდვეს ჩადენ. აი ეს ხო არ შეიძლება ესე რომ მიუსადაგოთ. თუმცა არ ვფიქრი ამაზე სიმართლე. გასაგებია, კეთილი. მეც ესე ამომწურავოთ, ვერ გეტყვით მსჯელობ, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად. კი ბატონო, გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი კითხვები. თხოვთ ეს სიტყვები მათეს სახარებიდან მასწავლოთო. პაატაკ წერს, ლერწამი შემუსრილი არა განტეხოს და პატრუკი მდვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდი გამოიღოს ძლევად სასჯელიო. დიახ, მარტივად რომ თქვათ, და უფრო ესე რადგან არ არის საუბრის დრო, აქ საუბარია ღვთის მოწყალებაზე, რომელიც ყოველთვის არის ერთი მხრივ მოწყალე, მეორე მხრივ სამართლიანი და მის ზრუნველობაზე ადამიანისადმი. აი შეიძლება ასე თქვას მოკლედ. კი ბატონო. ანუ ყოველთვის ღმერთი ადამიანს სანამ ადამიანი სუნთქავს, აძლევს შანსს. სანამ ადამიანი ცოცხალია, ეხიდება მას. აი რაც არ უნდა ადამიანი იყოს, ესე იგი, ბრუტალი პატრუკი და ანუ მის ცხოვრება ვერ იყოს თქო საჭირო არის, ან თქვათ იყოს სუსტი ლერწამი, მას ყოველთვის ელოდება ღმერთი, საკმარისია მან მიმართოს ღმერთს, რომ ის მას ყოველთვის შეეწევა და ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანს სულ ახსოვდეს, რომ ის ღმერთს ყოველთვის ახსოვს და სანამ ადამიანი ცოცხალია, ცნობიერია და სუნთქავს, სულ უნდა მიმართავდეს ღმერთს და დიდობდეს თავის თავში რაღაცას შესვლას სიკეთისკენ. შეიძლება ასე თქვათ ესე სპონტანურად. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დიახ. იმითი სული ან ჯოჯოხეთი მიდის ან სამოცეში, ხო? თუ მაგალითად სამცხეში წავდა ცოლებული სული. ჩვენ რომ საუბრობთ ველაპარაკებით რანას ვეწვი თუ ის გებულობს მიცვალებული სული. მადლობა. გაიხარით. დიახ, აი ისევ იგივე თემა, რაც ჩვენ წეგა ვისაუბრეთ. საეკლესიო სწავლების მიხედვით ადამიანი შედგება ორი ბუნებისგან, სულიერისა და ხორციელისგან. გვახსენდება ბიბლიის სიტყვები, რომ ღმერთმა ადამიანს შთაბერა სული და იქმნა ადამი სულად ცხოველად. ადამი გახდა მოკვდავი, ანუ დაუბრუნდა ქმნილებისთვის ბუნებრივ მდგომარეობას, გახდა ხრწნადი და მოკვდავი და ადამიანის დაცემის შემდეგ სამყაროში არის ეს ორი პრობლემა: სიკვდილი და ხრწნა. ხრწნა, ანუ დაბერება და სიკვდილი. და როცა ადამიანი კვდება, მისი სული, მისი მე, ცნობიერება ცოცხალი რჩება. ის არის განმცდელი ან სიხარულისა, ან ტანჯვისა. ამ კონტექსტში ეკლესია გვასწავლის, რომ მიცვალებული სული მოხდება ან ტანჯვაში, ან ცხონებულობაში, ნეტარებაში და ეს დამოკიდებულია თავად მასზე, მის სულიერ მდგომარეობაზე და ეს მდგომარეობა არის დროებითი, ვიდრე მაცხოვარი მეორედ მოვა. ქრისტეს მეორედ მოსვლას თან ახლავს მკვდართა საყოველთაო აღდგომა, კაცობრიობის განკითხვა და საბოლოო ხვედრი, სასუფეველი ცათა უკვდავება ან ცოდოლებისთვის მარადიული ტანჯვა. რაც შეეხება აი ჩვენი ლოცვა, ჩვენი საუბარი ეს თუ რა მიცვალებულს, ამაზე ესე მკაფიო სწავლება არ არის მეუღლეო ეკლესიაში, ამას თქვენ ბიბლიაში ესე მარტივად ვერ ნახავთ. არის წინა წერილში, მამათა მოძღვრებაში, მამათა გამოცდილებაში, აი ეს კონტურები, მაგრამ ესე მკაფიოდ არ არის. აი მაგალითად მომაგონდა მე-6 საუკუნის საეკლესიო მოღვაწის რომის პაპის წმინდა გრიგოლ დიალოგოსის ცნობილი შრომა დიალოგონი, ანუ დიალოგები. აი იქ არის გადმოცემული გამოცდილება სულიერ მოღვაწეთა, მოსაგრეთა, როდესაც ქონდათ რაღაც გამოცდილება თუ რა ემართება ადამიანის სულს მიცვალების შემდეგ. თუმცა ესე მკაფიოდ იმის თქმა, რომ აი მე რო ველაპარაკები მაგალითად ჩემი მიცვალებული სულს, მას თუ ესმის, ეკლესიაში არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს რა, მე თუ მისთვის ვლოცულობ, ლოცვა არ იკარგება. ბარემ აქვე ვთქვათ, საეკლესიო პრაქტიკაში არსებობს მიცვალებულებისთვის 4 სახის ლოცვა, მსახურება. პირველი ეს არის ჩვენი პირადი ლოცვები, მათ სახელზე აღსრულებული, მეორე ეს არის მოწყალების საქმეები, მათ სახელზე გაცემული სიკეთე, სათნოებები, მესამე ეს არის პანაშვიდი, ანუ სამღვდელო მსახურება, როდესაც მღვდელს თხოვთ და მის სახელზე პანაშვიდს ილოცებს და ბოლოს ყველაზე აღმატებული ლიტურგიაში, წირვაში მათი მოხსენიება. და აი ეს ბოლო ორი
პანაშვილი და წირვა არის მოგესალმებათ მღვდელმოქმედებითი მსახურება და ეკლესია გვანუგეშებს რომ მღვდელმოქმედება არ იკარგება, არამედ ადამიანის სულს მიეფინება და ჩვენ არ ვიცით ადამიანი რა მდგომარეობაშია რა, მხოლოდ ღმერთმა იცის, ამიტომაც წამს რომ თუ ადამიანი იყო მონათრული, მეტნაკლებად ეკლესიის ტრადიციათა და წესულობათა აღმასრულებელი მისთვის ლოცვას ეხება ნაყოფი და თუ მას გაჰყვა რაიმე ლაქები იმ ქვეყანაზე და ცოდელები ყველა ვართ, უფალი მას შეიწყალებს. თუმცა ეკლესია როცა საუბრობს საბოლოო ხვედრზე, აი ეს ხვედრი ადამიანს უფლისგან მიეცემა, როდესაც ის აღდგება. ეკლესია პიროვნებას, ადამიანს განიხილავს როგორც ერთობას სულის და სხეულისა. ამიტომაც საბოლოო ხვედრი ნეტარება ან ტანჯვა, რომელიც ბარადული იქნება, მიეცემა ადამიანს ერთობაში, მის სულს და სხეულს ერთად. ასე რომ აი კითხვაზე რო უპასუხოთ და დავუბრუნდეთ ამ თემას. ანუ როდესაც მეორედ მოსვლის დროს ყველა მიცვალებული აღდგება, ხო? რა თქმა უნდა. თუმცა აი დღეს ჩვენ როცა ვთქვათ მიცვალებულისთვის ლოცულობთ, ეს უშუალოდ მას თუ ესმის ამაზე, კაფე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ესმის ღმერთს ჩვენ ამის წამს და მას შეეწევა და ეხმარება, რა თქმა უნდა. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. ვარ დიახ. Lampochka savit, dadis, arasagno, adilevze. Da achla, tchada kamomenkada. Ani pikrodros wadrota, matlagam warlam tchada kamomenkada. Panjarastan ratsxaračovლებრივი სინათლე არის მინატებდა ჩემს ოთახში. ერთი 5 წუთის განმავლობაში. იმნაირი სინათლე იყო, რომ იადაგზე ნემს რომ დაგეგდო, იმას ნახავდი, ისეთი ჭყიადა იყო. ეს იყო რაღაცა არაჩვეულებრივი სინათლე, არა ნორმალური რაღაცა. და მაინტერესებს, რას ნიშნავს მაგე და რატომ გამომეჩვენა ასე ხადა. მადლობა, გაიხარეთ, დიდი მადლობა კითხვისთვის. დიახ, მამაშიო უპასუხებს. კი ბატონო. სავარაუდოდ. რადგან გაბატონი არის ეკლესიის მრევლი, ეს ძალიან კარგი არის, მესწავლებელი არის. გირჩევთ რომ აი ეს თქვენი გამოცდილება უამბო თქვენ სულიერ მოძღვარს, უფრო ღრმად. მე რაც შემიძლია გითხრათ, როგორც აი მღვდელმა, აი ამ ნათლის ხილვაზე, რომ უნდა ასე უეჭველად ვერ ვიტყვით ჩვენ, ეს იყო რაღაცა თქვენი პირადი გამოცდილება მართლაც ნათლის ხილვა, საფრთხნათლისა, თუ ეს იყო რაღაც ვთქვათ სხვა მოვლენა. აი მე ერთი რამ შემიძლია გაგახსენოთ. თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერის ცვალება. ჩვენ ვნახეთ სახარებაში ხედავთ რომ თაბორის მთაზე მოციქულები ხედავენ სხვანაირ იესო ქრისტეს, ის ანათებს, ის ბრწყინავს და წმინდა ეკლესია გვასწავლის ქრისტესგან მომდინარე შუქი, სინათლე, ნათელი იყო არა ხელით ქმნილი ცეცხლი და სინათლე, არამედ ქმნილი ნათელი. და აი ამ სახარებისეული პასაჟის კვალდაკვალ შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში ცნობილი საეკლესიო მოღვაწე დიდი მამა გრიგორ პალამა ავითარეს მოძღვრებას საღვთო ენერგიების შესახებ. ახლა ამას რატომ ვამბობთ? ეკლესია თავისი გამოცდილებით გვიდასტურებს, რომ მართლაც ზოგიერთ გამორჩეულ მოღვაწეს ჰქონდა და აქვს ახლაც ლოცვის და ღვაწლის შედეგად საშუალება, რომ იხილოს აი ეს ნათელი, რომელიც მოციქულებმაც იხილეს. და ადამიანს ყველა ჩვენგანს ამის პოტენციალი აქვს. თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა რას ნიშნავს ეს რომ თქვა გავარკვიოთ. ჯობია რომ თქვენს მოძღვარს გაესაუბროთ და მას უკვე თავხსნათ. თუმცა პოტენციაში ყველა ქრისტიანს აქვს ეს რომ იხილოს საღვთო ნათელი. წმინდა მამები გვასწავლიან, ისინი ვინც
ჭრით და ამ ნათელს და ჩვენ გვაქვს მათი შრომები, მათი საუბრები გადმოცემით. ესე იგი ადამიანს აქვს ეს პოტენციალი, რადგან მოციქულთა ჩვენერმა ადამიანმა თვალებმა იხილეს აი ეს საღვთო ნათელი, რომელსაც მაცხოვარი ანათებდა რა, მას ჰქონდა. ჩვენც გვაქვს ეს პოტენციალი. და ეს დიდი мотиваცია მოწმენისთვის, რომ ლოცვა შეიყვაროს. ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა შეიყვაროს და აი ჩვენ თავში ვკითხეს იესოს ლოცვის პრაქტიკაზე, აი არსებობს ესეთი მოღვაწეობის, სიხაზმის, ანუ მდუმარების პრაქტიკა და ეს ძალიან პოპულარული არის განსაკუთრებით მონასტრებში, ათონის მთაზე მაგალითად, რომ მრავალი საათის განმავლობაში კონკრეტულ მდგომარეობაში მონაზვნები ლოცულობენ ეს ლოცვას და ისინი ჭრეტენ სწორედ აი ამ ხელთ უქმნელ ნათელს. ანუ ეს პრაქტიკა გვაქვს. რაც შეეხება ამ შემთხვევას, ამას ალბათ უფრო მოძღვართან საუბრის დროს ეს თქვათ და უკეთ გაარკვევთ. კეთილი. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. აღამშვიდობის. ხალოდეს უფალი. ამინ. მადლობა თქვენც ასევე. ტელევიზორს დაუწყეთ. დიახ. რეგიონში ვცხოვრობდი, მე ხოთილში ვცხოვრობდა. როგორც ასეთი რაჭის ეპარქიაში, ეხლა რაჭის ეპარქია წოდებულდა. ძალიან გვიანობარი მოქმედი ტაძარი არ იყო. ამის გამო ძალიან ბევრი ხალხი, რა თქმა უნდა, გარდაეცვალეს მოუნათლავი, მათ შორის საკუთარი მამა. დაჟე მე ჩემ ბავშვთან გავინათლე უკვე თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, მე შემდეგ წიგად. შეკითხვა მდებარეობს იმაში. შემიძლია თუ არა მე აცგაცენებულ ცხონებულ მამაზე შეწირული ისა სიკვდილი წილო დავაკეთო. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. დიახ. საინტერესო შეკითხვა არის. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რომელიც ცხადია ეყარება წმინდა წერილს, ადამიანი იმისთვის რომ შეხვდეს ღმერთს, მიიღოს ცხონება, უნდა იყოს მონათრული, ეს ემყარება მაცხოვრის სიტყვებს, რომელიც მან თქვა, ვინც არ იშვება მეორედ, წყლისაგან და სულწმინდისგან, ის ვერ იხილავს სასუფეველს. ამიტომაც ეკლესია ამ რჩულს იცავს, ამ რჩულს მისდევს, ანუ ნათლობის გარეშე შეუძლებელია ცხონება, როგორც ამას ეკლესია გვასწავლის და აქედან გამომდინარე ნებისმიერი საეკლესიო მსახურება, წირვა, ლოცვა, მღვდელმოქმედება აღესრულება მხოლოდ მათთვის, ვინც არის მონათრული. რადგან ნათლობით ხდება წევრი, ხო? ნათლისღების გარეშე არ ხარ ფიზიკურად ვერ ნათლისღების გარეშე ადამიანი რჩება აი ამ ეკლესიის სულიერი გალავნის მიღმა და ეს მდგომარეობა არ არის მაცხოვნებელი. აი ეს არის ჯული და მოძღვრება. უკვე ამის მიღმა საღვთო განგებულებამ თავის საქმე თავად იცის, ესე გლეხურად რომ ვთქვათ. თუმცა საეკლესიო ჯულის და სახარების მიხედვით მხოლოდ მონათული ადამიანი ექვემდებარება სულის ცხონებას, ცხადია ღვაწლის შედეგად. და რადგანაც ადამიანი მონათული არ იყო, მასზე ვერანაირი საეკლესიო მღვდელმოქმედება არ აღესრულება. ამის მიღმა უკვე ღვთის პრეროგატივა, ასე ვთქვათ, ადამიანების ცხონება თუ არ ცხონება, თუმცა ჩვენ გვაქვს ჯული და ამას ვეწმუნდებით და ამას მივიდევთ. კი ბატონო. და თქვენ შეგიძლიათ იმ ადამიანისთვის მოწყალება გასცეთ, აი ერთადერთი ეს გზა არის. რაც ხოს პრაქტიკა, როდესაც ჩემთანაც მოხდა რა საახლობლოში, აი ადამიანი გარდაეცვალა და აღმოჩნდა არ იყო მონათული. თუმცა ცხოვრობდა როგორც ცხოვრობენ დღეს თქვათ, აი საშუალო კატეგორიის ქრისტიანები მეტნაკლებად, მაგრამ რატომღაც არ ყოფილა მონათული და ოჯახმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. თავად ოჯახი გახდა ეკლესიური მაზიარებელი და პლუს ისინი ამ პიროვნების სახელზე აკეთებენ ბევრ სიკეთეს, ძალიან ბევრ სიკეთეს და ჩვენ უკვე უნდა მივანდოთ ღვთის განგებულებას. კი ბატონო. ციცოქ წერს ესეთ კითხვას, როდესაცო აი იგივე თემას ეხება დაახლოებით. როდესაც გარდაიცვლებიან მოუნათლავი ადამიანები, ეკლესია არ იხსენიებს მათ. უფალს ჯვარზე გაკვრისას ავაზაკისთვის ხომ არ უკითხავს მონათლული ხარ თუ არა, არამედ უთხრა დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეშიო. აი ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. ხომ არიან ქრისტიანი ადამიანები მოუნათლავი გარდაცვლილი ახლობლებისთვის რომ ნერვიულობენო. უფალს არ უკითხავს, მაგრამ ავაზაკი შევიდა როგორც ძველი აღთქმის მართალი, ხო? დანარჩენს უფრო თქვენ ალბათ გაშლით. აი ეს მომენტი რაც მოიყვანა ჩვენ მეგობარმა, ეს არის ეთქვარი მიჯნა ძველ და ახალ აღთქმას შორის.
მეორე მხრივ იყვნენ პირველი ქრისტიანები, ვისაც არ ჰქონდა ნათლობა მიღებული წყლით, მაგრამ ისინი ეწამნენ და უნდათ სისხლით. ასევე დაიღარა ჯვარზე ამოვზაკეს სისხლიც და მან გამოხატა წმენა მაცხოვრისადმი. ნათლობა ეს არის თანაჯვარცმა უფალთან ერთად მეგობრებო. როცა ეკლესია საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ნათლობა და მხოლოდ ის არის შემოვალი კარი ეკლესიის სულიერ გალავანში, ეს კარგადაა გაზრდებული ეკლესიას. რას ნიშნავს ნათლისღება, რას ნიშნავს ნათლობა. ღმერთს რა თქმა უნდა ყველა ადამიანი უყვარს, ყველა ადამიანს იცნობს და ყველა ბიბლიაში არაერთი მაგალითია, რომ ღმერთი ეცხადება მაგალითად წარმართს. მაგალითად ისააკის ისტორია გავუსწავლეთ ჩვენ, როდესაც არის ჩასული სხვა ქალაქში და იქ იმ ქვეყნის მეფეს ღმერთი ეცხადება და ეუბნება რაღაცას. ანუ ღმერთი მეფობს სამყაროში, მაგრამ ნათლისღება ეს არის აუცილებელი პირობა ღმერთთან შესახვედრად. ამ შემთხვევაში ავაზაკის მაგალითის მოყვანა მე ვფიქრობ, რომ არ არის მართებული, იმიტომ რომ ეს არის ჯერ კიდევ ძველი ათქმის პერსონაჟი, პიროვნება, მეორე მხრივ ჯვარზე მის სისხლი დაიღარა და მან ქრისტე აღიარა. ამიტომაც ავაზაკია პირველი ვინც 60-ის კარი გააღო და წმინდა იოანე ოქროპირი საუბრობს ხატოვნად თავის ჰომილიაში მასზე, რომ ჯვარცმული ავაზაკი ჯვრიდან 60-ში პირდაპირ გაიტყორცნა, ასე ამბობს. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. მამა გურამდა, მამა. შიო, მამა, შიო ბაგურია. დიახ. რაღაც კითხვა მაქვს, ძალიან თხოვთ ყველამდე მომისმინეთ, ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან და ასთვის ეხნიერი ვარ საშუალო ასაკის წარმოიდგინეთ. ვარ ავადმყოფი ადამიანი. და ჩემი დიაგნოზი იცის ჩემო ნათესავმა და რაღაც ისეთ რაღაცას ვთხოვ ხოლმე ძალიან ნადოლი რაღაც აკეთებელია და მაინც ჯიბრით ისევ იმას აკეთებს. ხო და ბავშვობიდან ახალგაზრდობიდან აი შუახნის ასაკამდეც ვთხოვ ხოლმე არ მithვალისწინებს თან იცის ჩემი დიაგნოზი, ავადმყოფობის დიაგნოზი და თან მაქვს ფეთქებადი ხასიათი. ხო და არ მithვალისწინებ კი დრები ამბობენ უნდა ვიყოთ კეთილები, უნდა ვიყოთ მომთმენები, უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩემი დიაგნოზი რომ იცის, რომ ავადმყოფი რო ვარ. თან ნათესავი რომ არის, არ მithვალისწინებს, როგორ მოვიქცე. მადლობა სარისთვის. ღმერთმა გაგაძლიერო და ჯანმრთელად. ღმერთმა დაგლოცოთ, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, ხნეობას. ეს ერთი მხრივ მაინც რაღაც მომენტში თქვენი სამუშაოც არის. აი როგორ უდგება ეკლესია ორ ადამიანს შორის კონფლიქტს. როცა ადამიანი მაგალითად აღსარებაში მოდის მოძღვართან და ეუბნება, რომ აი მას კონფლიქტი აქვს სხვა ადამიანთან და ყვება რაღაც ისტორიას. ღვთელი ეკითხება, აი შენ კარგად დაფიქრდი. ამ ყველაფერს შენი ბრალეულობა რა შეიძლება იყოს? შენ რა შეგიძლია გამოასწორო? აი თქვენ იფიქრეთ, თქვენ რით შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან ეს კონფლიქტი. თუ თქვენ ხედავთ რომ გაქვთ ფეთქებადი ხასიათი და ურთიერთობაში რაღაცას თქვათ, თქვენი ახლობელი არ თვალწინებს, თქვენ რით შეგიძლიათ ეს გამოასწოროთ? თქვენზე რა არის დამოკიდებული? მორწმუნე ადამიანი თავდაბალი არის. ის ცდილობს რომ ყველა ვითარებაში, ყველა გარემოებაში თავის თავზე იმუშაოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება. ასე რომ თქვენ ერთი მხრივ ეცადეთ იფიქროთ იმაზე, თქვენ რით შეგიძლიათ ეს მდგომარეობა გამოასწოროთ და თავიდან აერიდოთ რაიმე კონფლიქტი, ვეფა დაგლოცოთ და მოგცეთ ჯანმრთელობა და ხნეობა. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამომშვიდობისა გაიხარეთ. დამლოცეთ მამებო შეკითხვა მაქვს ერთი. დიცოცხლეთ, ღმერთო. გასვით. რა მაინტერესებს ჩემი კითხვა რა შემდგომარეობს? ისაუბრეთ, გისმენთ. კი, გისმენთ, ეთერში ხართ. პირველ დროს, როდესაც საიდუმლოება ხდება. დიახ. ქრისტეს მაცხოვარს, როდესაც აზიარების დროს. ასად რახვარი არ უკმარია, უფუარი პური გატეხა, ჩაატო ღვინოში და აზიარა და თუ შეიძლება რომ განმარტოთ ეს რახვარი პირველში საიდან გამოსდა. და საიდუმლოებაში რა სიტყვები წარმოიმან აქტიმის დროს, რა ქვია. კვეთის დროს, პროსკომიდიის დროს წარმოთქვამს ღვთელი.
ერთმან მხედარ თაღარბან ლახვითა განაღო გვერდი მისი და მეხსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი. ანჩენ საიმამოშიო გაშლის ამ. საინტერესო კითხვა არის, როგორც ლიტურგიის მკვლევრები გვეუბნებიან, მერვე საუკუნემდე ლახვარი არ იყო საეკლესიო პრაქტიკაში, ხმარებაში. და პირველად ის ჩდება მე-9 საუკუნის საეკლესიო მოღვაწესთან, წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელთან, ის ახსენებს ლიტურგიის გამარტების დროს ლახვარს და პირველად აღჩანს, რომ უკვე ეკლესია იყენებს ლახვას, რომ მან მოამზადოს წმინდა ძღვენი. მეგობრები, უნდა ითქვას, რომ თუკი ჩვენ აი წარმოსახვის დონეზე გონების თვალით შევიჭყიდებით პირველ ქრისტიანთა ლიტურგიაზე, წირვაზე, ანუ ევქარისტიულ მსახურებაზე, ნახავთ რას, აი ძალიან მოკრძალებულ ადგილს, სადაც მაგიდაზე დევს პური და ღვინო. ძალიან წირი იყო ეს ყოველივე, თუმცა ცხადია დიდებული, იმიტომ რომ აქ არ იყო პური და ღვინო, ეს იყო ქრისტეს და არის სისხლი და ხორცი. ანუ წმინდა ზიარება ეს არის ცენტრი სულიერი ცხოვრებისა, უფალთან ერთობის საიდუმლო და უკვე ბიზანტიის იმპერიის შემდეგ, ანუ რაც იმპერიამ ეკლესია შეერიგა, ეკლესიამ ეს ევქარისტია, ანუ ზიარება, პურის და ღვინის შეცვლა, გნებავთ გარდაქმნა ქრისტეს უხსნელ სხეულად შემოსა დიდებულებით. შენდება ტაძრები, მათ შორის დიდებული აია სოფია, სასულიერო პირების შესამოსლები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო შენდება, ლამაზდება, ჰიმნები, სტრუქტურად მსახურების იზრდება და ვიცით რომ უკვე ბიზანტიის იმპერიის დროს წმინდა იოანე ოქროპერი ქმნის ლიტურგიას და ამბობენ რომ მისი გადმოცემული ანაფორა, ანუ კურთხევის ტექსტები არ იყო მისი ავტორობით, ეს იყო უკვე მოციქულთა დროს შემოძროინდელი ტექსტები და მისგან კოლექტირებული წმინდა ბასილი დიდის ანაფორა ვიცით არა მათ შორის და არის იაკობის ლიტურგია, არის პირველ წმინდა ლიტურგია, არის პეტრეს ლიტურგია. აი ეს მსახურებები ნელ-ნელა იხვეწებოდა და თუ ჩვენ გავეცნობთ ლიტურგიის ისტორიას, ნახავთ რომ ნელ-ნელა ეს რიტუალური მხარე ვრცელდებოდა, იხვეწებოდა და ფორმაციას გაესწრა, თუმცა არ სირჩებოდა და რჩება იგივე. საკურთხეველზე დევს პური და წყალში გაზავებული ღვინო, ის იკურთხება და შეიცვლება, გარდაიქმნება ქრისტეს უხსნელ სისხლად და ხორცად. ლახვარი პრაქტიკის გამო შემოიღო ეკლესია, თუმცა ეკლესიაში ნებისმიერი ნივთი, მსახურებაში გამოყენებადი ნებისმიერი ნივთი, რაიმე სულიერ ნიშნულობას იძენს ხოლმე. ამ ლახვარმა შეეძინა ნიშნულობა იმ ლახვისა, რომელიც ფერჩი უგმირეს ქრისტეს და აი დღევანდელი კვეთის წესი, ანუ პროსკომედიის ცხენსონძების წესი, ვიცით რომ შემოშევებული არის ამ ფორმით მე-15 საუკუნეში მსოფლიო პატრიარქის ფილოთეოს კოკინოსის მიერ და ეს დღეს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელებული არის და ჩვენ ლახვით მართალია ცხენს ვამზადებთ, თუმცა ცხენს მაინც ღვთელი ხელით ამტვრევს, ეს მნიშვნელოვანი არის. ცხონის დანაწევრებისას, როდესაც ღვთელი აღამაღლებს უკვე ნაკურ ცხენს, ის მას ხელით ამტვრევს, ანუ ხელით განტეხა, რა თქმა უნდა, ეხლაც სულდება და შემდეგ ამით ვეზიარებით ჩვენ. ლახვარი შემოღებულია, ქვია, მათ შორის კოვზი კიდევ უფრო გვიან შემოვიდა, ეს ცნობილია, როდესაც პანდემიის დროს მარწუხი იგივე ხო? კი, პანდემიის დროს იყო დავა. აი ერთი კოვზი ზიარების თემაზე. შემდეგ დავიწყეთ ხო, აი ისე გახსენება თურმე შემოვიდა ლახვარი და ლახვარი მართლაც გვიან შემოვიდა, ეს პრაქტიკამ მოიტანა ეს და ეს უკვე მრავალი საუკუნეა. მე-10 საუკუნის შემდგომ შემოვიდა კოვზი მოწმუნეების ზიარებისთვის და ეს უკვე მთელი საუკუნეების უკვე ისტორია არის და სწორედ მარწუხის ნიშნულობა შეეძინა. ნელ-ნელა აი არის ისტორიული წყაროები, როცა საქართველოში იყო ომიანობა, გოგრაში ჩაუტარებია, გოგერთა ჩაუტარებია წირვა. არის ამაზე ვარავითი წყაროები, რა პრაქტიკაც ჰქონდა ადამიანს, თუმცა არ სირჩებოდა იგივე, საფრთხე ევქარისტია სულდება და ეს მუდამ ახსულდება, ეს არის მთავარი აქ. ასე რომ, რაც შეეხება კიდევ უფრო მოკლე კითხვაზე, დიახ, მე-20 საუკუნეებამდე ლახვარი არ ჩნდება საეკლესიო პრაქტიკაში, როგორც ჩანს მოინდომა საჭიროებამ და ის გაჩნდა და არა მარტო ლახვარი, ნელ-ნელა კიდევ დაემატა რიტუალს, ლიტურგიას, რაღაც ატრიბუტები, მაგრამ რაც სულდებოდა პირველ საუკუნეში, ლუკას ახარების 24 თავში რომ ხედავთ, რომ ქრისტე მოციქულებს ეცხადება პურის განტეხაში, არა, აიღო პური, ეს 4 ჟესტი, რაც მაცხოვრმა აღასრულა საიდუმლო სერობის საღამოზე და შემდეგ უკვე ემაუსის გზაზე
სრულდება დღესაც. აიღო, აკურთხა, გატეხა და მეწოდა. ახლაც ღვთისმსახური წმინდა ძღვენს ხელით განტეხავს და ისე ეზიარებიან მორწმუნეები. ასე რომ არს იგივე დარჩა, თუმცა პრაქტიკული მხარე ნელ-ნელა იხვეწება, იცვლება და რაღაც სულიერ შინაარსს იძენს. კეთილი. ისე მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. შეიძლება მამა. გაიხარეთ. დიახ. ჩემი შვილი მშობიარობის დროს გარდაიცვალა და შესაბამისად უნათლავია დაკრძალული და შემიძლია პროცესის კალენდარში მოვიწერიო. მადლობა. გაიხარეთ. აი პრაქტიკა არის ასეთი, რომ პირად ლოცვებში იხსენიებენ ხოლმე. თუმცა უნდა გითხრათ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით ლოცვითი, მსახურებითი, სამუდელო მსახურება სრულდება მხოლოდ მონათულ ადამიანებზე. დარჩა შემთხვევაში უკვე მინდობილნი ვართ ღვთის განგებულებას. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ. Წაღამშვიდობისა, გაიხარეთ. გაიხარეთ, ესეთი კითხვა გვაქვს. დიახ. ესე იგი, როდესაც რამოდენიმე ნაცია წავდა ადრე უკვე ბაგრობა ტურები 2-3 მოციამეტი. შეიძლება თორა ნაცების ჯვართან გადაძნობა და ერთ ზურას გარდაქმნება შეიძლება ისწრება. გასაგები. კონკრეტული ჩამოყალიბებული გასაგები. მადლობა. რამდენიც მე ვიცი, არანაირი აღზრდა არ არის. შეიძლება ეს ჩვენი გადადნეს, ჩამოისხას ერთ ჯვრად, შემდეგ იკურთხოს მოძღვრის მიერ და ატაროს ადამიანმა. რაიმე კონკრეტული მისცემა მე არ მახსენდება. ბატონო. ცხოვრობ აფხაზეთში. რამდენად კანონიკურია აფხაზეთის ეკლესიაში სიარულეო? პირველ რიგში მოგესალმებით. აი ჩვენ შორის დუმილი ჩამოვარდა, ძალიან ტკბილეული თემა არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს აი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია მის თაობაზე, რომ აკრძალული იყოს იქ სიარული, იქ არიან მორწმუნეები ქართველები, მათ შორის დარჩენილი მართლებელი აფხაზები და ასევე სხვა ერის წარმომადგენლები, რომლებიც იქ ესწრებიან, წესნი ეზიარებიან. ანუ დიახ, შეიძლება რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცა აი კავშირები გაიბას, იქნებ რამენაირად მოხდეს ჩვენი დაახლოება ისევ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია პრაქტიკულად ვერ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზეთის ეპისკოპოსი თავად ჩვენი პატრიარქი უწმინდესი ილია გახლავთ. ამ შემთხვევაში ალბათ შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო ტერმინი ეკონომიის დონეზე მაინც შეიძლება რომ ადამიანი იქ მივიდეს და მიიღოს წმინდა ზიარება, რადგანაც იქ მოსკოვის საპატრიარქოსგან წაგზავნილი მღვდლები მსახურობენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან ჩვენ გვაქვს თანაზიარება. აქ საუბარი ადამიანების სულიერ დაბურებაზე. ეს ძალიან ფაქიზი თემა არის. დღეს ძიმე ვითარება ამ ხრივ, თუმცა ახლა როგორც ვიცით იქ სადაც აღესრულება კანონიკური უდამსახურება ეკონომიის დონეზე მოწმუნდები მიდიან და ეზიარებიან და რათა ისინი არ დარჩნენ საერთოდ ზიარების გარეშე. იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოიხსნება და საქართველოს მალე გაერთიანება ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ლოცულობთ. გაიხარეთ მამაო, კეთილი. ადამიანს აქვს მუდმივად იმედი, ისეთი იმედი, რომელიც არ სრულდება, მაგრამ იმედი მაინც აქვს. რას გვეტყვით ამის შესახებ? იმედი ძალიან დიდი სათნოება არის. წმინდა ეკლესია გვესაუბრება სამ გამორჩეულ სათნოებაზე, რომელიც არის სარწმუნოება, სასოება, ანუ იმედი და სიყვარული. და როდესაც ადამიანი გაიცნობს ღმერთს, ადამიანი შეხვდება ღმერთს, მაშინ ქრება რწმენა, იმიტომ რომ ის ცხოვრობს ღმერთით. ქრება იმედით, იმიტომ რომ მას ყავს ღმერთი და რჩება მხოლოდ სიყვარული. იმედი ადამიანს სულ უნდა ჰქონდეს და ეს იმედი უნდა იყოს შეზაებული ღმერთის წმენასთან მეგობრებო. მხოლოდ იმედი ალბათ ეფექტური ვერ იქნება. ამიტომაც ვეცადოთ რომ ჰქონდეს არა მხოლოდ იმედი ზოგადად. ან თქვა რაღაც აბსტრაქტულად რაღაცის იმედი, არამედ ღმერთის წმენა, მისი იმედი და მისი სიყვარული, რომელიც ჩვენ შეგვეძლებინეს რომ ჩვენი ცხოვრება შემდგომ ასრულდება მერე ის იმედი, რომელზეც თქვა რომ იმედი რომელიც არ ასრულდებაო, რომ ამბობდა ჩვენი მაყურებელი, აი ამ ყველაფრის შემდგომ ასრულდება. ამინ ღმერთმა ინებოს. კეთილი. რას გვეტყვით პირამიდებზეო, რა შეგიძლიათ გითხრათო,
თუ არის მითითებული რაიმე საეკლესიო სწავლებაში ამ ყოველფრის შესახებ. არა, ერთადერთი ასახდა პირამიდაზე მომაგონდა, არის ვერსია, რომ როდესაც მონაზვნური ცხოვრების აკვანი დაერწა ეგვიპტეში, ზოგიერთი განდეგილი შეიძლება პირამიდასაც კი აფარებდა თავს. ეს უბრალოდ გადმოცემის დონეზე გამიგია ზოგიერთ თეოლოგისგან. შეაძლოა რომ ესე იგი ზოგიერთ მამას იქ შეეფარებია თავი. სხვა მხრივ რაიმე საეკლესიო სწავლება ამაზე არ არსებობს, პირამიდები მისდრას წარმოადგენს და ეს არის სამარხები, აყდამები ფარაონებისთვის და ხო ერთი ეს მახსენდება მეტი არაფერი სხვა. ოჯახის წევრისგან თუ ერთი იქნება სამოთხეში და დანარჩენები ჯოჯოხეთში, ეს შესაძლებელიაო? დიახ, ეს ძალიან ადამიანური კითხვაა, ჩვენ საქმიანია ეს, რომ როგორ შეიძლება მე ვიყო სადმე, ბედნიერი თუ გვერდით არ მეყოლება ჩემთვის უფასი ადამიანი. აი, მეგობრებო, მოძღვრება სამოთხესა და ჯოჯოხეთზე არის გამოცხადებითი და აქ არის კაფიო რაღაც კონტურები, არ გვიცით რომ ღმერთი სიყვარულია, მოწყალეა, მაგრამ ასევე არის სამართლიანი, აი მარტივად წმინდანები ამბობენ, რომც აცხონოს ღმერთმა, ის ვინც არა აცხონებადი, მასთან დაიტანჯება. ანუ სამოთხეს ადამიანი ისე მიიღებს, რომ ის თავის მდგომარეობაში კმარი იქნება და ნეტარი იქნება. ვიტყვით მეცაც. აი წეგა ვახსენეთ ჩვენ ეს საინტერესო თემაა, თაბორისთვის ნათელია რა. მაცხოვრისგან მომდინარე ცეცხლი. აი ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც სამოთხისეული სინათლე და იგივე როგორც ჯოჯოხეთური ცეცხლი. ეს ერთი და იგივე არის. საღვთომარლი ერთი და იგივეა ორივესთვის. ვინც ეთანადება, ეთვისება სათნოებით ღმერთს, ის კიდევაც თბება ამ ნათლით. წმინდა გრიგოლ ნოსელის მეოთხე საუკუნის საეკლესიო მამა წმინდა გრიგოლ ნოსელს აქვს შრომა ასეთი რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა. მოიძიეთ არ ინტერნეტში ეს თაღნაბატონმა ედი შეჭელიძემ როგორც მახსოვს. აი როგორ უნდა შეეთვისო ღმერთს, მისიანება უნდა გახდე, რომ გაგათბოს მისმა ნათელმა. და იგივე ნათელი ტანჯავს მას, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, როცა ქრისტეს შეხვდება ხადარინელი ეშმაკეული, ასე უნება, ნუ მტანჯავ მე, გამშორდი. ამიტომაც ერთი და იგივეა, შეიძლება ითქვას, სამოთხისეული სინათლე და ჯოჯოხეთური ცეცხლი გააჩნია ვის როგორი მიმღეობა აქვს. ამიტომ ეს დამოკიდებული ადამიანზე თავად. აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. კი ბატონო, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. საღამოშიდობისა. საღამოშიდობის. ახლა გადაცვლილი და მოწეს ახალი ზოგჯერად ჩვენი ბედნიერებისათვის დილის მოწეს და ყოველდღიურ კრემის მოწეს. აგრეთვე კითხულობ მოწეს რომელსაც ახასული წერის კაცი კანდიდატის მეცნიერებათა საფშის გასართმის. კითხულობ მოწეს მიხვალებული თასის სულში გამოდიოდა. მეუბნებიან არ შეიძლება მიცვალებულებზე მრავალჯერ ლოცვების წაკითხვა. პასუხი მაინტერესებს, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გისამძიმრებთ. ძალიან მტკივნეული არის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება, ალბათ მიიცევიათ ყურადღება, როდესაც ადამიანი გაიგებს ვინმე შორეული სოცხოს გარდაცვალებას, ეს მას ცხადია ასევდიანებს და მტკივნეულია, თუმცა ოჯახის წევრის გარდაცვალება აი იმ მომენტში თითქოს ჩამოანგრევს შენთვის მთელ ადამიანურ ბუნებას. ძალიან დიდი ტკივილი არის ეს და ცხადია ლოცვას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რამით ვარგოთ, საგებელი მოუტანოთ ჩვენ მეცვალებულს, თავად ჩვენ უნდა გავხდეთ ეკლესიური ადამიანები, უნდა თქვათ აღსარება, უნდა ვეზიარებოდეთ. ამით მათ ჩვენ ძალიან დიდ საგებელს მოუტანთ. რაც შეიძლება მის ლოცვას შეგიძლიათ ილოცოთ უბრალოდ ყველაზე მეტი რაც შეგიძლიათ მას გავუკეთოთ არის თქვენივე ეკლესიური ცხოვრება. მიდით ეკლესიაში თქვით აღსარება, ჩაერთეთ საეკლესიო ცხოვრების ფერხულში, ეზიარეთ ხოლმე, ეს თქვენ შეგცვლით და ასევე ძალიან გაახარებს მის სულს. ღმერთმა გიცხონოთ. ხო, ესეთი კითხვა არის არის თუ არა ოქროთი მონათლა აუცილებელი და სასურველიო? ანუ ოქროს ჯვრებს რო ჩუქნიან. რა თქმა უნდა არა, ეს უბრალოდ ტრადიცია არის, ჯვარი ხის არის და ხის ჯვარით შეიძლება. თავარია მოინათლოს ადამიანი და ჯვარი კონდეს და არ აქვს მნიშვნელობა რა მასისგან იქნება დამზადებული. ის ჯვარი დამზადებული. კი ბატონო.
შარლის ჩაცმულობაზე რას გეტყვითო დედაკაცებშიო ცოდვა არისო ესო? ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით ახლა გაგვიღიმე იმიტომ რომ აი ჩვენ თაობაში უფრო იყო ხოლმე აი ეს პრობლემა. ზოგადად ეკლესია პატივს ცემს მეგობრებო ტრადიციებს და ტრადიციულად კალის სამოს წამოადგენს კაბა. თუმცა ასევე იქნება შარვალი, რომელიც არის შექმნილი ქალბატონებისთვის. ის თქვათ, რაც ჯულის კანონში მოცემულობა, რომ დედაკაცმა არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსი, ამას თავისი ახსნა აქვს, ეს სხვა კანონი, ეს სხვა რამეს ამბობს. და სხვა ეპოქაში იყო და სხვა მიზეზით იყო ეს გამოწვევა. ვითარდება მოდის ინდუსტრია და იქნება შავლები. თავი რამე ჩაიცვან. ხო, თუმცა ნახეთ, აქ პრობლემა სხვა რამეშია. არც მამაკაცს, არც ქალბატონს არ უნდა და შესაფერისად ჩაიცვან სხვადასხვა ადგილებში. რომელიც თქვათ, ხო, სხვა ადამიანს დააბყოლებს, ან თქვათ, არ შეეფერება ადგილს. აი ჩვენ ხშირად არის ხოლმე ეს პრობლემა, ადამიანი მაგალითად, მე მღვდლები ვარ და ადამიანი იწერს ჯვარს. და დიზაინერი ისეთი კაბას ქმნის, რომელიც სულ არ შეეფერება საეკლესიო მსახურებას, ჯვრის წერას. აი პრაქტიკულად როგორ არის ხოლმე ჯვრის წერის შემდეგ ქორწილი და ყველაფრის ბოლოს არის ხოლმე უფრო გასართობი მუსიკა და დისკოტეკა. უფრო იმაზეა ხოლმე გამიზნული, ამას ძალიან მარტივად ვამბობ. როდესაც სრულდება ჯვრის წერა, აი ეს შესამოსელი უნდა იყოს მართლაც ლამაზი, მშვენიერი, დიდებული და აქცენტები უნდა იყოს უფრო რაღაცა დღესასწაულზე უფრო კი. ამიტომაც შესამოსელს მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს გარეგნული ჩაცმულობა. შეიძლება ამაზე ხოლმე ან გაიღიმოს, უბრალოდ პრაქტიკულად ლაპარაკობ. აი ეკლესია გვასწავლის რას? ისეთი უნდა იყოს შენი ჩაცმულობა, შენი მანერები, შენი სიტყვა პასუხი, რომ შენ უნდა იყოს ქრისტიანი შენი ცხოვრების წესით. და სხვა ადამიანს პირიქით გული გაუთფო და დაეხმარო რომ ისიც დაინტერესდეს სულიერი ცხოვრებით. ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი რაღაც როლში იყოს და თაყინებულად ისაუბროს ან თქვა რაღაც ხელოვნური იყოს, არა. შინაგანად უნდა შევცვალოს ჩვენ სულიერმა ცხოვრებამ. ადამიანს შინაგანად უნდა შეიცვალოს და შინაგანად უნდა ქონდეს მას ისეთი მდგომარეობა, რომ ესე იგი ეს გამიხატებოდეს გაეგნულებაშიც. ამიტომ კონკრეტულად შარვალზე არაა საუბარი. საუბარია ჩაცმულობაზე, რომელიც უნდა იყოს შესაფერისი მოკლედ. კი ბატონო. ერთი ესეთი კითხვა მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხარ და ასეთ კითხვა. გამარჯობა, მოგესალმებით. საღამოშიდობის. დამლოცეთ მამა. ღმერთმა გაიხარეთ. დიდება მამასა და ძესა და წმენასა სულსა. მომიტევეთ ჩემი უმეცრებისთვის ესეთი კითხვა მაქვს. ესე იგი ქრისტიანული სწავლებით როგორც ვიცი ანგელოზებს ანუ ანგელოზთა დას არ აქვს კონკრეტული ნება რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ ისინი პირდაპირ როგორც ვიცი ემორჩილებიან უფლის ნებას და მათ პიროვნული რაღაც ესეთი გადაწყვეტილების და ასე ვთქვათ გამოხანების გამოხატულება არ აქვს და მე მაინტერესებს დაცემული ანგელოზი რომელსაც ჩვენ ვიცით რაც ქვია სახელი აი ამ დაცემულმა ანგელოზმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება რომ ღმერთის წინააღმდეგ ემოქმედა იყო თუ არა მასში ნება გამოვლენილი და მან იმოქმედა თუ არა იმ თავისი ნებელობით ასე ვთქვათ აი ეს მაინტერესებს მადლობა ძალიან საინტერესო კითხვაა გაიხარეთ კი ბატონო ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა შექმნა ანგელოზები როგორც გონიერი სულები და რადგან გონიერები არიან მათ ცხადია ნება აქვთ მათ აქვთ თავისუფალი არჩევნის უნარი აი დაცემა მან გამოიწვია როდესაც უარი თქვა ანგელოზმა ღვთის გამომდინარე ნათელზე ის გახდა აღმოჩნდა ღმერთის მიღმა ღმერთის მადლის მიღმა აღმოჩნდა და გახდა ბოროტი დაცემული ანგელოზი ასე რომ ნება აქვთ მათ რა თქმა უნდა ისინი გონიერი არსებები არიან საეკლესიო სწავლება ანგელოზებზე საკმაოდ მწირია შეიძლება ითქვას წერილში თუმცა თქმა უნდა არის მაგრამ მწირად არის და ამას შემდეგ განავრცობს უფრო წმინდა დიონისე არიოპაგელი თავის ცნობილ შრომაში რომელიც საუბრობს ცოდების შესახებ და იქ არის გადამოცემული მათ შესახებ საინტერესო მოძღვრება და ცხადია მათ ნება აქვთ და ის დაცემა მოხდა თავისუფალი ნებით მაგრამ აქვე ვთქვათ აი კითხვა იბადება კიდევ შეიძლება დაეცეს ანგელოზი ეკლესიის მამები გვაუბნებიან რომ აღარ რადგანაც მათ ნახეს რა იწვნია დაცემულ ეშმაკმა დაცემით და ამიტომაც ისინი უკვე
მარადულად მიდრეკილნი არიან ღვთისკენ. კი ბატონო. მოკლე პასუხი. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? ეთერში ხართ. გამარჯობა. საღამშვიდობისა. დაგლოცეთ. ერთად დაგლოცოთ. ორი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. კი ბატონო. მე ერთი შეკითხვა ესეთი მაქვს რა. ცოტა ხნის წინ დავიკითხე სიბრძნე ზიაქისა. და ცოტა გამოგვივა იქ რამოდენიმე ესეთი რაღაც ეწერა და მაინტერესებს რაღაც უფრო ისეთ მიწიერზე იყო რა ყველაფერი ამოვა და ადამიანის და ცხოველის სიკვდილი თითქოს ერთი და იგივეაო რა რაღაც ესეთი და როგორ უყურებს ამას საერთოდ ეკლესია რა აი ამ მაინტერესებს და მეორე შეკითხვა მაქვს კიდე ქრისტიანები ჯვრის თაყვანისცემას ასრულებდნენ და ვიცით რომ ძალიან დიდი მადლი გადმოდის და ასე შემდეგ და იგი გამოხსნის იარაღია მაგრამ კონკრეტულად როგორი შეხედულება და წარმოდგენა უნდა გქონდეს უფრო სწორედ და მის მიმართ აი ეს მაინტერესებს ამაზე როგორ ესწავლოთ რა მადლობა. დიახ. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, აი საინტერესო შეკითხვა არის. მეცაც გეტყვით, ყველა ჩვენგანი, ყველა ადამიანი ისევე კვდება, როგორც კვდება ერთი კატა მაგალითად. ამ ხრივ ჩვენ მათ გავართ, მაგრამ ადამიანი, რა თქმა უნდა, აქ საუბარი რაზე არის, რომ ადამიანიც არის ჩვეულებრივი მოკვდავი არსება და პავლე მოციქული ამბობს ამას ლამაზად. ყოველივე ვიდრე აქამდე ამ ცხოვრებაში კვნესის და გმინავს. მას შემდეგ რაც ადამმა შესწოდა მასში თელმა კაცობრიობამ შეცვალა და თელ კაცობრიობაში გაბატონდა აი ეს ორი ტკივილი პრობლემა გნებავთ ხრწნა და სიკვდილი და აი ეს ორი ეხება ყველას და ყველაფერს მაგრამ არ დაღვივსდეს რომ ადამიანი არის შექმნილი ღვთის ხატად და მოწოდებული გახდეს მისი მსგავსი ადამიანს აქვს უკვდავი სული ადამიანს აქვს სული რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უბრუნდება ღმერთს და ისე უნდა მიეცეს მას აღდგომა და მთელ სამყაროს რა თქმა უნდა აღდგომა და განახლება. ასე რომ აქ ამ წიგნში საუბარი რაზე არის რომ წარმავალია ადამიანური ცხოვრება და უნდა ადამიანი მას დაფიქრდეს. ეს წიგნი შეიძლება ითქვას ეთქვას სახელმძღვანელოა მათთვისაც აუწდება რომ ელოდება სიკვდილი. ადამიანს ხანდახან ატყუებს თავისი მდგომარეობა, თავისი ძალაუფლება, თავისი სიძლიერე, თავისი ინტელექტი მას აუწდება რომ ერთჩვენიერ დღეს დამთავრდება ყველაფერი და აი თუ თქვენ დასწრები ხართ მეცოლებულისთვის წესს აგებას იქ საინტერესო საკითხები გითხება რომ აი ჩვენს მიწად და ნაცად გადავიქცევით აბა ვნახოთ საფლავში რას დავინახავთ აქ საუბარი რაზე არის მიწიერი ცხოვრების წარმავალობაზე თუმცა აქვე აღვისტება რომ ღმერთს თავის განგებულება აქვს ღმერთმა სამყარო შექმნა მარადიულობისთვის და აქ მივდივართ საეკლესიო მოძღვრებასთან ღვთის განგებულების შესახებ. სამყაროში არსებობს ორი რეალობა, ორი სინამდვილე. ერთი შეუქმნელი, ძველ ქართულად აუგებელი, ხოლო მეორე შექმნელი, ძველ ქართულად აგებული. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, წმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა და მის გარდა ყველაფერი შექმნილია. და შექმნილია რისგან? არაფრისაგან. ის რაც შექმნილია არაფრისგან თავისთავად ბუნებრივად მიდრეკილია არაფრობისკენ, არაფრისკენ. და კითხვა, მდგომარეობს რაში? რა უნდა გააკეთოს არაფრისკენ შექმნილ სამყარომ, რომ ის აღარ მოკვდეს და არ დაუბრუნდეს ამ არაფრობას. მას უნდა ჰქონდეს მარადიული თანაზიარება მარადიულ ღმერთთან. ეხლა ვნახოთ ბიბლიაში ეს კითხულობთ ჩვენ. ღმერთმა სამყაროს გვიგვინად ყველაზე ბოლოს შექმნა ადამიანი. რა დაავალა ადამიანს? აი ადამიანმა ცხოველებს სახელები დაარქვა. ადამიანს ევალებოდა 60-ის დაცვა და დამუშავება და მას თავის ფუნქციები ჰქონდა. და მას რა ევალებოდა? მთელი შესაქმე, მთელი ეს სამყარო ღმერთთან მieყვანა მისი მეშვეობით. და რა ემართება ადამიანს 60-ში? მიიღებს რა დროზე ადრე ცოდნის ხის ნაყოფს, მისი ქმნადობა, მისი ქმნილებობა ტრაიკულად დაეჯახება ღვთაების უკიდეგანოს სიღრმეს. ანუ იმის მაგერად რომ ღმერთთან მieყვანა ეს სამყარო მიყავს თავის თავთან. რატომ მიყავს? იმიტომ რომ ეშმაკი ეუბნება
კი არ მოკვდები, გახდები როგორც ღმერთნი, კეთილის და ბოროტის მცოდნე. და ადამიანი თვითონ ხდება და მასში ყველა და ყველაფერი მკვდომადი და ხრწნადი. მაგრამ ღმერთი თავის განგებულებას აგრძელებს. მოდის ქრისტე, იბადება ქრისტე, მესია. ქრისტეს ქვია საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში ახალი ადამი, მეორე ადამი, რომელმაც პირველი ადამი ამოიყვანა ჯოხეთთან და ყველას მის მოდგმაში ეპატიჟება მარადიულობისკენ, აღდგენისკენ, აღდგომისკენ და უკვდავებისკენ. აი ამ ყველაფერს ქვია დიდი განგებულება. ესე იგი ერთი მხრივ ჩვენ ვიაზრებთ რომ ვართ მოკვდავები, წარმოვალია ჩვენ ცხოვრება ჩვენ გვასევდიანებს და გვაფხიზდებს, მეორე მხრივ გვახსოვს რომ ამით ამთავრდება ყველაფერი. ღმერთს თავის გეგმა აქვს, ამ პავლე მოციქული ამბობს თავის წერილში ებრაელთა მიმართ. ღმერთს თავის გეგმა აქვს ყველა ჩვენგანზე და თავის განგებულება, ასე რომ გამოვიძიოთ რა უნდა ღმერთს და ხარბად დავეწაფოთ საეკლესიო მოძღვრებას და მივხვდებით რომ ძალიან სასიხარულო ღვთის განგებულება და მასთან ცოცხალი ურთიერთობა ჩვენ გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება ამ ქვეყანაში დამცხვებაში ჩვენ დავაგემოვნოთ და საბოლოოდ კი მივიღოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს კვლავ მოსვლის ჟამს. კეთილი. ესეთი კითხვა არის, ცოტა მიწაზე ჩამოვალ ხა და ესეთი კითხვა დამოვესწამო რა. მეორე ჯვრის შესახებ იყო. რა კონტექსტში? აი ჯვრის როგორც ჯვარი იყო, როგორც იარაღი, დასაშელი და ასე შემდგომ და როგორ მივიღოთ ჩვენ მეგობარს ვუჩვენით რომ დაესწროს ჯვართ ამაღლების მსახურებას და ასევე დაესწროს ხოლმე ჯვრის თაყვანისცემის კვირას დიდ მარხვაში. აი იქ იმდენად ცხადად არის გააზრებული ჰიმნოგრაფიაში, სახარებაში, საკითხებში ჯვრის მისტერია. მარტივად რომ თქვა, დიახ, ეს იყო როგორც გვეუბნებიან ისტორიკოსები და ისტორიული წყაროები, ძალიან დამამცირებელი იარაღი ტანჯვისა, მასზე ადამიანს სრულიად შიშველს აკრავდნენ ხოლმე. ეს ტრადიცია რაც გამოისახება მაცხოვარი, თქვა ბიზანტიურ ჯვარცმაზე მაცხოვარი კვარტით ისახება. დასავლურ ჯვარცმებზე იყო ჩვენც გვაქვს მაცხოვარი ისახება გალკოდონზე შემოსილი, მაგრამ როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სრულიად შიშველი, დამცირებულ მდგომარეობაში ადამიანი ჯვარზე გაკრებოდა ხოლმე. ის რაც იყო სამარცხვინო, ის რაც იყო დამამცირებელი, ქრისტემ თავის თავზე მიიღო, რათა ჩვენი სიცხვილი გადაეფარა, ჩვენი ცოდები გადაეფარა. ეს ძალიან დიდი მოძღვრება არის, აი ნებიშვიდეობის მსახურებას დაესწარით და ტაძარში ნახავთ როგორ ცოდნას მიიღებთ თქვენ ჯვრის მისტერიაზე. ჯვარი ეს გახდა ქრისტეს აღდგომის შემდგომ ძლევის სიარაღი, გამარჯვების სიარაღი. ჩვენ ვატარებთ ჯვარს, ჩვენ ვისახავთ პირ ჯვარს და უფალს ვთხოვთ რომ ჩვენც მოგცეს ძალა, ჩვენო ცხოვრებამ შექმნას ჯვარი. ჯვარი ეს არის ორი ხაზის შეერთება, არა თანხვედრა. და გვახსენდება მაცხოვრის მიერ გამოთქმული ორი მთავარი ცნება. შეიყვარე შენი უფალი, მთელი შენი გონებით, შენი სულით, შენი ძალით და შენი გულით და შეიყვარე მოყვას როგორც შენი თავი გიყვარს. ღმერთის და ადამიანების სიყვარულს გვახსენებს ჩვენ ჯვარი და ასე მასზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება და მნიშვნელოვანია პირჯვრის გამოსახვა და ზოგადად ფიქრი ჯვარზე. ჯვრის მიერ სამყაროს გამოხსნაზე, მაცხოვრის შობას, მის ჯვარცმას და მის აი ამ განგებულებას ქვია კენოზისი, ანუ წარმოცალიერება საეკლესიო ღვთისმეტყველებაში. ესე იგი მაცხოვრმა თავის თავი, რომელიც ღმერთია, შემოქმედია, სრულიად დააცარიელა დიდებისგან. გახდა ადამიანი ჩვენნაირი, დაიბადა უკიდურეს სიღარიბეში, დამცირებულობაში და თავისი მიწიერი ცხოვრება ჯვარზე დაამთავრა, თუმცა ის ჯვარზე არ დარჩენილა, იესოს საფლავით არიელია. აი, როდესაც არის ხოლმე ნებიშვიდეულის დღეები, სულ ეკლესია, აი მაგალითად ნებიშვიდეულის წითელ პარასკევს, დიდ შაბათს ეკლესია სულ მაინც შეგვახსენებს რომ კვირა მოდის, იმიტომ რომ მისმა აღდგომამ მოიტანა სამყაროსთვის მარადიული გამარჯვება სიკვდილზე, ბოროტებაზე და ჩვენც მოგვცა საშუალება რომ ჩვენც დავამარცხოთ სიკვდილი და ჩვენც გავხდეთ მადრიდ ღმერთები, მივიღოთ უკვდავება და მარადიული ცხოვრება. და მეგობრებო, ეს თქვათ აუცილებლად ეკლესიისთვის უკვდავება, აღდგომა, მარადიული ცხოვრება არის. არა მხოლოდ ოდესღაც მოსვლადი, დადგომადი პერსპექტივა, არამედ განცდადი, ცხოვრებადი აქ და ახლა ეკლესიის წიაღში. ამის ერთელი მაგალითია წირვა. წირვას ქვია ქრისტიანთა ბანკეტი. წირვა არის საზეიმო ხასიათისა. ჯერ კიდევ ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვიზეიმოთ უფლის აღდგომა და ვიყოთ თანაზიარი მისი აღდგომისა. ეს მნიშვნელოვანი არის, რათა
მივიღოთ მარადეული სიხარული უფლისგან. კეთილი მამაო. მარი გვწერს ესეთ კითხვას, მაინტერესებს, როდესაც ისეთ გარემოცვაში ხარ, რომ ადამიანებს არ სწამთ და განიკითხავენ სასულიერო პირებს. ამ დროს მათთან კამაც თუ აქვს აზრი და როგორ უნდა მოიქცე, რომ მე არ გავღიზიანდე მათი საუბრითო. ალბათ ჯობია განერიდო ამ ადამიანებს. ჩვენს ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გულწრფელად გეტყვით. ჩვენც ვიღებთ კრიტიკას თუნდაც ჩვენი სამართლის წევრებისგან. მაგალითად, არაერთხელ მithქვამს იმათვის, ვინც მემანდოს თქვა თავის ახსნებას, რომ თუ თქვენ რაიმეს ნახავთ ისეც, რაც კითხვას დაბადებს ჩემში, ჩემს ქადაგებაში, ჩემს აქციაში, თქვით არ მოგერიდოთ. ეკლესიას დასამალი არაფერი არ აქვს, მაგრამ უნდა გავაროთ ზღვარი ჯანსაღ კრიტიკას და განკითხვას შორის. სამწუხაროდ რაღაც ისეთი ხან ისეთი ისტერიულია ხოლმე სანდოლოების განკითხვა, რომ ჯობია absolუტურად გავერიდოთ ადამიანებს, თორემ ჯანსაღ კრიტიკას ყველა ადამიანი იღებს. ჩვენ უფალო ადამიანები ვართ და ვასნობიერებთ იმას, რომ ჩვენ მეტი მოგეთხოვა ვიდრე რიგით ერისკაცებს. გისურვებთ, რომ თქვენ თქვენი მოკრძალებულობით, თქვენი სულიერებით, თქვენი სწორი ცხოვრებით პირიქით ამ ადამიანებს შეიტანოთ სიმშვიდე და სინათლე. კი ბატონო, კეთილი. ყველაზე დიდი ქადაგება ეს იქნება, ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, რომ სხვას მოანდომოს, ასევე რომ იცხოვროს და მოეწონოს სხვა ადამიანს. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი ქადაგება და არა სიტყვებით საუბარი, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში მიუღებელია ხოლმე იმ მეორე ადამიანისთვის, რომელსაც სხვა პოზიცია აქვს და შეიძლება ამით უფრო გავაღიზიანოთ თან. Ну, მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ამ თემას. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, როდესაც ცა მოწმენდილზე ცილს დაგწამებენ ან ბრალს გდებენ, რა თუნდაც ეჭვის დონეზეო. რა ხდება აქ ხო არ მსიამოვნებსო ასეთი გადამოწმება და რა როგორ მოიქცეო ასე ვთქვათ. არავის აქვს სიამოვნებს. ერთი მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიმართლოთ თავი და თუ გვაქვს დასაწყისებელი ჩვენ სიმართლე დავამტკიცოთ. თუ ისეთი სიტუაცია არის რომ ამას აზრი არ აქვს, მაშინ უნდა მოვიფინოთ სიყვარულით. გააჩნია მდგომარეობას, გააჩნია მაგალითად აი ის ადამიანები, ვისაც უნდა რომ სულიერ ცხოვრებაში ძალიან მაღალ დონეზე მიაღწია, სულს ძილობდნენ რომ თავი არ ემართლებინათ. მაგრამ ეს ახლა რა თქმა უნდა ისევ იმას რომ თუ ვინმე რაიმე მაბრალებს და ამით ჭდილი ადგება ჩემს ადამიანურ ღირსებას, ეკლესიას, ჩემს ოჯახს, მე ვალდებული ვარ მაგ თავი გავემართლო და სიმართლე თქვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ერთ-ერთი სასულიერო პირი ჩემი ლექტორი გვეუბნებოდა ესეთ რამეს, რომ ცილის წამება არ დაგწვავთ. უბრალოდ ცოტა შეგდრუსავთ. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დამლოცეთ მამებო, გენაცვალეთ. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ჩემ მოგივლეთ, მამებო, გენაცვალეთ. მე დავრეკე, ჩემი ზარი არის განხორციელებული ერთი მიზნი. დიახ. რომ მოგეფერო და საგეთუდო. დიდი მადლობა. მიქაელი, ხაწერი, აბანოვეთი, მიქასმიდასი, ფატაო, ეხა გიგურეს პირდაპირ. გენაცვალეთ, გაიხარეთ. გაგალეფიჯო, თქვენც მითხრობს, მამაო. მაგას ვერ გაგახსენებ საიდან და როგორ და მე გიცნობთ? თუ მამაშიო. სიყვარული დათედან ეხა მიქასმიდა აი ზივართ ეხა პატარა პურშკამ პროიტვიან და მოგეფერე არანაირი შეკითხვა არ გაგვაჩნია. გაიხარეთ, გაიხარეთ. ჩვენი მოფერება თქვენ და დიდი მადლობა. მამაშიო, გენაცვალე, ძალიან მაგრა რომ მიყვარხარ. ერთი აფიზარი არ ვიცი რეკავ აი დაუძინებლად რეკავდი რომ გამოსულიყავი და გამოვედი მადლობა უფალს რა. დიდი მადლობა, გაიხარეთ. შეგერგოთ, ღმერთმა შეგარგოთ. გაგლოცოთ და გაგახაროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ზოგჯერ ესეც საჭიროა. ესე იგი უნდა ითქვას რომ სოფელი მიქარწმინდა მდებარეობს რაჭაში. ჩემ დედულეთი იქ ავატარე ბავშვობა. მე-6 საუკუნეში ფიქსირდება იქ თავარანგოს მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელიც 1936 წელს დაანგრიეს კომუნისტებმა.
და სოფელს სახელი აბანოეთი დაარქვეს. და აი ამ ბოლო წლებში ადგილობრივმა ვასილ სოხაძემ ჩვენი მეგობარი არის აღადგინეს ტაძარი და აი მიქაელი თქვენ ისთოთ მას ხატწერია და ახლა ხატავს ამ ტაძარს და ეს არის დიდი აღორძინება ამ სოფლისთვის და მოკითხა ჩემს კარგი გაახაროთ ღმერთმა და დალოცოთ. ესეთი კითხვა არის მამაშიო კარტის ბანკოს კარტის იგივე თამაშზე რას გვეტყვითო ბავშვებს უშლიო და მაინც თამაშობენო ერთ-ერთი მშობელი მაიკო წერს ასეთ კითხვას. მიუღებელი არის ალბათ ჯობია რომ შევთავაზოთ ჩვენს შვილებს აი ესეთი ალტერნატიული ან სპორტული აქტივობა ან თამაში რომელიც მაინც და მაინც არ დაახლოებს ბანკოს და კი არ დაუშალოთ უბრალოდ აუხსნათ. ჯობია რომ აუხსნათ. დღეს არის მეწმუნეთ უამრავი ალტერნატივა. დღეს რომ ბავშვები გაერთონ დასაქმდნენ, დაყავდნენ, ან ვთქვათ ისე რომ არ ქონდეთ მაინც და მაინც შეხება კარტთან და ბანკოსთან, იმიტომ რომ ეს მაინც სხვა რამეს ასოცირდება. ამიტომ ჯობია რომ სხვა აქტივობით დავტოვოთ ჩვენი შვილები. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის მაინტერესებს რომ მავნე მწერების მოკლაო ცოდვა არის თუ არაო? ნუ აინტერესებს ადამიანს და ასე ვთქვათ არის ფრი ამაზე სიმართლე გითხრა ესეთი. ზოგადად სხვა შორის მე პირადად თუ ბუნებას აზიანებს მე პირადად სულ ვერიდები ხოლმე. გარკვეულ აი გულწრფელებს აი ფაროსანა გულწრფელი ხო? გულწრფელი. ჩემი აზრით არ არის ფაროსანას მოკლაც. გულწრფელი მე სულ ვერიდები ხოლმე რაღაც აი ხანახან ტაძარში ან კალიაში ყოველთვის გარეთ გავიყვან და გავუშვებ ხოლმე. სულ ვერიდები ხოლმე ზოგადად, მაგრამ ასეც პასუხი ცოტა მასე ახლა საკლავს კლავს ხალხი და რაცა ჩვენ ხორცს მივირთებთ და ეს ხოლმე მას ვიღაც კლავს და რაღაც ასე. ხო. თუმცა ესეთი პასუხი მე სულ ვერიდები ყოველთვის. ეთილ კი ბატონო. თამბაქოს წევასო როგორ დავანებოთ თავიო? ეს ალბათ უფრო შეიძლება იყოს ფსიქოლოგის სასაუბრო, თუმცა მეც შევეცდები, იმიტომ რომ მე მიფიქრი ამაზე მე არ მაქვს ეს გამოცდილება, მაგრამ თამბაქოს მოწევა ისე როგორც ნებისმიერი მავნე ჩვევა, გამჯდარი ადამიანში და რით უნდა მოერიოს, უნდა ჩაანაცვლოს სხვა დადებითი ჩვევებით. მაგალითად, სპორტული აქტივობით, სეირნობით, ვარჯიშით და ასე შემდეგ. აი დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს რომ თავის თავზე იმუშაოს, თავის თავში რაღაც შეცვალოს. აი როგორც მოძღვრებას უყურდი ადამიანს. თამბაქოს მოწევა ხმაოდ ცოდვა არის. ეს არ მიიჩნევა რაღაც საშინაოცოდ, მაგრამ ცოდვა არის მაინც და ადამიანი ამბობს თუ ეს არ მიიჩნევა ძიმეთოდვად და მის დამარცხება არ შემიძლია, მაშინ სხვას როგორ დავამარცხებ? ამიტომაც უნდა დაიწყოს თავის თავზე მუშაობა და აი ეს მავნე ჩვევა, რომელიც მართლაც მავნე ჩვევა არის, შეცვალოს სხვა დადებითი ჩვევით, მაგალითად რაღაც ან სპორტული აქტივობით, ან ჯანსაღლყობა დაიწყოს და აი ნელ-ნელა უნდა ამას მოერიოს და თუ ამას შეძლებს კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამარცხებს თავის თავში და ნახავს რა ბედნიერება არის ნელ-ნელა სვლა. და პირველ რიგში ილოცოს ღმერთს თხოვოს და შეაძლებინებს ღმერთი ეს თავისთავად, ეს თავისთავად. რა თქმა უნდა, მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. ეცეთ რა არის, რა შეკითხვა მაქვს. მე ერთმა ადამიანმა დამწყევლა სხვისა მეტანი ლამბავზე. არც შემეკითხა, იყო ეს მართალი თუ არა. ძალიან ცუდად დამწყევლა. ხო და მე არ შემიძლია წევლა. არ დამწყევლია და აი მე გული მტკივა იმის შემდეგ რა შემიძლია რომ გავაკეთო. მერთმა დაგლოცოთ, ნუ გეშინიათ, არის ნერვიულად. ეხა აი პირდაპირ თავში მოგდის მორწმუნე ადამიანს სახარების სიტყვები, რომ აყურთხეთ თქვენი მაწყევრები. ამან არ შეგაშინოთ პირიქით, გამოიჩინეთ დიდწულოვნება და დალოცეთ ის. აი ნახავთ თქვენი ლოცვა მის გულსაც შეეხება თქვენს სულ სხვა სიხარულს მოგიტანთ, ღმერთმა აღაძლიეროთ და გახსოვდეთ რომ ადამიანზე ვერანაირი წყევლა, ვერანაირი რაღაც მაგიური გავლენა ან ჯადო ვერ მოქმედებს თუ ის არის ახლოს ღმერთთან. იყავით ახლოს ღმერთთან, იმეგობრეთ ღმერთთან, იყავით ეკლესიის წევრი, თქვით აღსარება, ეზიარეთ და ილოცეთ მისთვის. ნახავთ როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება, ბედნიერი იყავით, გაიხარეთ. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, რატომ ემართებათ ადამიანებს სნეულებებიო, სხვადასხვა სნეულებებიო. ანუ ამას ღმერთი უგზავნის მათ თუ თავიანთი
ანუ გარემო პირობებისგან და ბუნებისგან გამომდინარე ხდება თუ თავიანთი ცოდვების გამო? აი რაც ჩამოთვალა ჩვენ მეგობარმა შეიძლება ყველა რომელიმე მათგანი იყოს, საგან ადამიანი როგორც ეკლესია გვასწავლის არის დაზიანებული დაცემული ბუნების მქონე და მატარებელი, ჩვენში არის ხრწნა, ანუ დაბერება და სიკვდილი და შეიძლება მის დაავადება გამოიწვიოს გარემო პირობებმა, არაჯანსაღმა ცხოვრებამ, კვებამ, ანუ შეიძლება მისი უბრალი იყოს. შეიძლება ეს იყოს ღვთისდაშვება და განსაცდელს ღმერთი ვიგზავნით ხოლმე. შეიძლება რომელიმე იყოს, თავი ერთი არის. ადამიანმა ეძებოს ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა, თავის თავზე ემუშაოს, თავის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ადამიანმა ღმერთი უნდა გამოცადოს. უნდა მოუფრთხილდეს ჩვენს ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ცხოვრება, სწორი კვება, ჩვენს თავზე მუშაობა იმაში, რომ ჩვენ ვეცადოთ რომ იყოს ჯანმრთელები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა შეიძლება დაიშვას ღვთისგან, როგორც ეკლესია გვასწავლის. შეიძლება ჩვენივე ბრალი იყოს, ან ჩვენივე დაუდევრობის ბრალი იყოს. რაც ჩამოთვალა, ყველა მათგანი შეიძლება იყოს, თუმცა ეს მხოლოდ ღმერთმოეცის და ჩვენ ვეცადოთ რომ მივმართოთ ღმერთს, დაგვეხმაროს, შეგვეხიდოს, შეგვეციოს რომ ვიცხოვროს სწორად და გქონდეს ჯანმრთელობა. დანარჩენი ღმერთს მივანდოთ. კეთილი. დიდი მადლობა მამაშიო მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ძვირფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახლდათ ნაკუბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის ღვთისმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური ღვთელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.